თავი 18, მუხლი 1, 8. 1. ეტყოდა მათ იგავსაცა, ვითა რიგი ჯერ არს მათა მარადის ლოცვა და რათა არა ეწყინებოდის ლოცვასაშინა. 2. და იტყოდა, საჯული ვინმე იყო ქალაქსაშინა, ღმრთისა არა ეშინოდა და კაცთაგან არა ხრცხვენოდა. 3. და ქურივი ვინმე იყო მასვე ქალაქსაშინა. და მოვიდის მისა და ეტყნ, მისა ჯემეწინა მოსაჯულისაგან ჩემისა. 4. და არა ისმინის მისი ვიდრე რომლად ჟამადმდე. ამისა შემდგომად თქვა გულსაშინაცსა, დაღათუ ღმრთისა არა მეშინის და კაცთაგან არა მრცხვენის. 5. ამისც რამე თუ შრომასა შემამთხვევს მე მარადის ქურივი ესე უსაჯო მას, რათა არა მარადის მოვიდოდის და მაწყინებდეს მე. 6. და ხრქუა მათ უფალმან, ისმინეთ რასა იგი მსაჯულის იცრუვისა იტყვის. 7. ხოლო ღმერთმან არა მეყოსა შურის გებარჩეულთა მისთა რომელნი ღაღადებენ მისა დღე და ღამე და სულ გრძელ არს მათზე და 8. გეტყვთ თქვენ, ოს შურის გება მათცა ადრე. ხოლო მორავიდეს ზე კაცისა პოვოსმია სარწმუნოება ქვეყანასაზე და რამდენადაც უფალმა მწუხარებანი და საფრთხეები ახსენა, მათგან კურნებასაც გვთავაზობს. ეს კურნება ლოცვაა და არა უბრალოდ ლოცვა, არამედ განუწყეველი და გაძლიერებული ლოცვა. ეს ყოველივეო ამბობს უნდა შეემთხვას იმ დროს ადამიანს, მაგრამ ამის წინააღმდეგ დიდ შემწეობას გვაძლევს ლოცვა, რომელიც განუწყვეტლივ და მოთმინებით უნდა აღვასრულოთ. წარმოვიდგენთ რა, თუ როგორ გატეხა მომაბეზრებლობა მქვრივის უსამართლო მსაჯული. ვინაიდან თუ კი იგი სავსე ყოველგვარი ბოროტებით, რომელსაც არც ღვთისმრცხვენია და არც ადამიანების, განუწყვეტელმა თხოვნამ მოალბო, მით უმეტეს არ განვაწყობთ მოწყალებისათვის მამას სიუხვისა, უფალს, თუნდაც ამჟამად იგი აყოვნებდეს. დააკვირდი ის, რომ არ რცხვენია ადამიანებს, დიდი ბოროტების ნიშანია. ვინაიდან მრავალს ღმერთის არ ეშინია, არამედ მხოლოდ ადამიანების რცხვენია და ამიტომ ნაკლებად სცოდავს. მაგრამ ვისაც ადამიანებისაც აღარ რცხვენია, მასში უკვე მწვერვალია ბოროტებისა. ამიტომაც უფალმა შემდგომ მოაყოლა კაცთაგან არ ხრცხვენოდა, ამბობს რა თითქოს და ამგვარად, საჯულს ღმერთისაც არ ეშინოდა, მაგრამ რას ვამბობ ღმერთისაც არ ეშინოდა. იგი კიდევ უფრო დიდ ბოროტებას ავლენდა, რადგან ადამიანებისაც არ რცხვენოდა. ეს იგავი გვასწავლის, რომ არ მოგვეწყინოს ლოცვა, ისევე როგორც სხვა ადგილასაა ნათქვამი, რომელიც თქვენგანი გააბრუნებს, რომ ჰყავდეს მეგობარი და შუაღამისას დაუკაკუნოს. ვინაიდან სხვა არაფრის გამოც რომ არ ადგეს, თუ არ მოეშვა, მაშინ გაუღებს ლუკა 11:5-8. და კიდევ, ანუ ვინ არს თქვენგანი კაცი, რომელსაც თხოვდეს ძეთვისი პურსა, ნუქვა მისცეს მას და მათე 7:9. ყოველივე ამით უფალი შთაგვაგონებს მუდმივ ვარჯიშს ლოცვაში. ზოგიერთნი ცდილობდნენ, რაც შეიძლება დაწვრილებით გადმოეცათ, ეს იგავი და კადნიერდებოდნენ მიეყენებინათ იგი სინამდვილისადმი. ქრივიო, ამბობდნენ ისინი, არის სული, რომელმაც უარყო თავისი უწინდელი ქმარი, ანუ ეშმაკი, რომელიც ამის გამო გახდა მისი მოწინააღმდეგე და რომელიც მუდმივად ესხმოდა მას თავს. იგი მიდის ღმერთთან, უსამართლო მსაჯულთან, ანუ განსასჯელთან უსამართლობისა. ამ მსაჯულს არ ეშინია ღმერთისა, ვინაიდან მხოლოდ იგია ერთადერთი ღმერთი და არავინ ჰყავს სხვა, ვისით შეიძლება ეშინოდეს, და ადამიანებისაც არ რცხვენია, ვინაიდან პირსა კაცისას ღმერთმან არა თვალ ლახურნის გალატელთა მიმართ 2 ივნისი. ამ ქვრივზე სულზე, რომელიც მოუკლებლად სთხოვს ღმერთს დაიფაროს მისი მოწინააღმდეგისაგან, ეშმაკისგან, ღმერთი მიიღებს მოწყალებას, რადგან მისი მომაბეზრებლობა ამარცხებს. ვისაც საურს მიიღოს ამგვარი გაგება, იგი მხოლოდ იმიტომ მოვიყვანეთ, რომ არ დარჩეს უცნობი. ოღონდ უფალი გვასწავლის ჩვენ ამით ლოცვის აუცილებლობას და გვიჩვენებს, რომ თუ კი ამ მსაჯულმა, უსამართლომ და სავსემ ყოველგვარი ბოროტებით მოიღო მოწყალება მოუკლებელი თხოვნის მიზეზით, მით უფრო ღმერთი, მამა ყოველგვარი სიმართლისა, მალევე მოგვანიჭებს მფარველობას. თუმცა კი ის დიდხანს ითმენს და როგორც ჩანს არ უსმენს მის დამიდღე და ღამ თხოვნელთ. გვასწვლა რა ეს და გვიჩვენა რა, რომ ქვეყნის აღსასრულის ჟამს მიმართოთ ლოცვას იმ საფრთხეთა წინააღმდეგ, რომელიც უნდა შეგვემთხვას. უფალი ამატებს, ხოლო მორაივიდეს ზე კაცისაი, პოვოსმია სარწმუნოებად ქვეყანასაზე და საუბრობს რა კითხვითი ფორმით უჩვენებს, რომ ცოტანი თუ იქნებიან მაშინ მორწმუნენი. ვინაიდან ძეს უსჯულოებისას ისეთი ძალა ექნება, რომ თვით რჩეულთაც კი აცტუნებს თუ კი შეძლებს, მათე 24:24. იმის მიმართ, რაც იშვიათად გვხვდება, უფალი ჩვეულებრივ საუბრის კითხვით ფორმას იყენებს.
მაგალითად, ვინმე არს მნეიგი სარწმუნოი და გონიერი ლუკა 12:42. და აქ იგივე რამეს აღნიშნავს, კერძოდ, რომ ღვთის მიმართ რწმენისა და ერთმანეთის მიმართ ნდობის შევნარჩუნებელნი ძალზედ მცირერიცხოვანი იქნებიან. უფალმა ზემოხსენებული კითხვა გამოიყენა. არწმუნებდა რა ელოცათ უფალმა მართებულად დაუმატა სიტყვა სარწმუნოების შესახებ, ვინაიდან რწმენა შეადგენს საწყისა და საფუძველს ყოველგვარი ლოცვისა. რადგანაც ტყუილად ლოცულობს ადამიანი, თუ კი არ ასწამს, რომ თავის და სასიკეთოდ მიიღებს იმას, რასაც ითხოვს იაკობი 1:6-7. ამიტომ, როდესაც უფალი ლოცვას ასწავლი და სარწმუნოებაც ახსენა, შეფარულად მიგვანიშნა რა, რომ მხოლოდ მცირერიცხოვანი შეძლებენ მაშინ ლოცვას, ვინაიდან მცირედნი თუ იქნებიან იმ დროს მორწმუნენი. ამრიგად უფალი, მოსული ღრუბულთა ზედამჯდომარე, ვერ ჰპოვებს სარწმუნოებას მიწაზე, თუ არ ჩავთვლით მცირედ. მაგრამ იგი წარმოშობს რწმენას. ვინაიდან მართალია უნებურად, მაგრამ ყველანი აღიარებენ, რომ იესო ქრისტე არის უფალი სადიდებლად ღვთისა და მამისა, ფილიპელთა მიმართ 2:11 და თუ კი საჭიროა ამას რწმენა ვუწოდოთ და არა აუცილებლობა, ურწმუნოთაგან არ დარჩება არავინი, ვინც არ ირწმუნებდა, რომ მაცხოვარი მხოლოდ ისაა, ვისაც იგი ადრე გმობდა. თავით 18, მუხლი 9:14. 9. ქვა ვიეთამე მიმართ იგავი ესე, რომელნი ესვენ თავთაც და ვითარმედ მართალ არიან და შეურაცხ ყოფენ სხვათა 10. ვითარმედ, ორნი კაცნი აღვიდოდეს ლოცვად ტაძარს მას, ერთი ფარისეველი და ერთი მეზუერე. 11. ფარისეველი იგი წარდგა და ამას ილოცვიდათ საგან, ღმერთო, გმადლობ შენ, რამე თუ არა ვარ, ვითარცა სხვანი კაცნი, მტაცებელ, ცრუ და მემრუშე, გინა ვითარცა ესე მეზუერე. 12. ვიმარხავ ორგზის შაბათსა, შინა და ათეულსა შევსწირავ ყოვლისაგან მონაგებისა ჩემისა. 13. ხოლო მეზუერე იგი შორს დგა და არა იკადრებდა თვალთაცაზე ახილვად, არამედ იცემდა მკერდსა და იტყოდა, ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას. 14. გეტყვ თქვენ, გარდა მოვიდა ესე განმანათლებული სახეთსა, ვიდრე ფარისეველი იგი, რამე თუ ყოველმან რომელმან აღიმაღლოს თავით სი, იგი დამდაბლდეს, და რომელმან დაიმდაბლოს თავით სი, იგი ამაღლდეს. უფალი არ წყვეტს ქედმაღლობის ცოდვის ამოძირკვას უძლიერესი საბუთებით. რამდენადაც იგი ყველა ნებაზე ამღვრევს ადამიანთა გონებას, ამდენად უფალი ასწავლის კიდეც მის შესახებ ხშირად და ბევრს. ასევე ახლაც იგი მკურნალობს მის ყველაზე უარეს სახეობას, ვინაიდან სიამაყის მრავალი სახეობაა. მისგან იშვება საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა, ტრაბახი, დიდების მოყვარება და ყველაზე უფრო დამღუპველი, ქედმაღლობა. ქედმაღლობა ღვთის უარყოფაა. ვინაიდან, როდესაც ვინმე სრულქმნილებას მიაწერს არა ღმერთს, არამედ საკუთარ თავს ის რას აკეთებს სხვას, თუ არა იმას, რომ უარყოფს ღმერთს და მის წინააღმდეგ ჯანყდება. ამ ღვთის საწინააღმდეგოვნების განკურნებას გვპირდება უფალი ამიგავით, იარაღდება რა როგორც კეთილმოსურნე არაკეთილმოსურნის წინააღმდეგ. ვინაიდან იგი ამას მათ მიმართ ამბობს, ვინც დარწმუნებულნი იყვნენ საკუთარ თავში და ყველაფერს ღმერთს არ მიაწერდნენ და ამიტომ სხვებსაც ამცირებდნენ. და უჩვენებს, რომ მართლაც ცხოვრება, ყველა სხვა მიმართებით გაკვირვებასაც რომ იმსახურებდეს და თავად ღმერთთან აახლოებდეს ადამიანს, თუ კი ქედმაღლობას დაუშვებს თავისში, იგი მას უდაბლეს საფეხურამდე ჩამოაგდებს და ეშმაკს მიამსგავსებს, რომელიც ხანდახან ღვთის თანასწორის სახეს ღებულობს. ფარისევლის დასაწყისი სიტყვები მსგავსია მადლიერი ადამიანისა, ვინაიდან იგი ამბობს, ღმერთო, გმადლობთ შენ. მაგრამ მისი შემდგომი სიტყვები სრული უგუნურებითაა ახსავსე. ვინაიდან მას არ უთქვამს, გმადლობთ შენ, რომ შენ გმაშორეს იცრუეს, მტაცებლობას, არამედ რა თქვა. რომ მე არა ვარ ასეთი. სრულქმნილება მიაწერა საკუთარ თავსა და საკუთარ ძალას და სხვების განკითხვა, როგორაა ეს დამახასიათებელი ადამიანისთვის, რომელმაც იცის, რომ რაც აქვს, ყველაფერი ღვთისაგან აქვს. ის რომ დარწმუნებული ყოფილიყო, რომ მას მადლის მეშვეობით აქვს სხვისი სათნოებანი, უეჭვრია, რომ სხვათა დამცირებას არ შეუდგებოდა, წარმოიდგენდა რა, რომ იგი საკუთარ ძალასთან მიმართებაში თანაბრად შიშველია, არამედ მადლის მეშვეობით აქვს ნიჭი შემოსილი. ამიტომ ფარისეველი, რომელიც ჩადენილ საქმეებს საკუთარ ძალას მიაწერს, ქედმაღალია, აქედან კი სხვათა განკითხვამდეც მივიდა. უფალი აღნიშნავს ქედმაღლობას და სიმდაბლის უქონლობას ფარისეველში სიტყვით წარსდგა, ვინაიდან მდაბალს შესახედაობაც მდაბალი აქვს, ფარისეველი კი გარეგნულ ქცევაში წავლენდა დიდების მოყვარეობას.
მართალია მეზვერეზეცაა ნათქვამი, დგა მაგრამ ნახე რა არის დამატებული და არა იკადრებდა თვალთაცაზე ახილვად, ამიტომაც მისი დგომა იყო ამასთან ერთად ტაყვანისცემაც, ხოლო ფარისეველს თვალებიცა და გულით ზეცისკენ ჰქონდა აპყრობილი. შეხედეთ ამ მიმდევრობასაც, როგორც ფარისევლის ლოცვაშია წარმოდგენილი. თავიდან მან თქვა, თუ როგორი არ არის, ხოლო შემდეგ ჩამოთვალა ისიც, თუ როგორი არის. თქვა რა, არა ვარ, ვითარცა სხვანი კაცნი, იგი სხვადასხვა სათნოებასაც წარმოაჩენს, ვიმარხა ორგზის შაბათსა, შინა და ათეულსა შევსწირავ ყოვლისაგან მონაგებისა ჩემისა. ვინაიდან არა მხოლოდ უნდა მოექცე ბოროტისაგან, არამედ კეთილიც აღქმნა, ფსალმუნი 33:15 და ჯერ ბოროტებას უნდა განეშორო, ხოლო შემდეგ სათნოების გზას შეუდგე, მსგავსად იმისა, თუ გსურს ამღვრეული წყაროდან სუფთა წყლის მიღება. ჯერ ჭუჭკისგან უნდა გაასუფთავო, ხოლო შემდეგ სუფთა წყლის ამოღებაც შეგიძლია. დააკვირდი იმასაც, რომ ფარისეველმა არ იხმარა მხოლობით რიცხვში, მე არა ვარ მტაცებელი, მე არა ვარ მემრუშე, როგორც სხვები. მან არ დაუშვა, თუნდაც სიტყვებით მიეწერა სალანძღავი სახელი, მხოლოდ თავისი პიროვნებისთვის, არამედ იხმარა ეს სახელები მრავლობით რიცხვში, სხვების შესახებ. თქვა რა, არა ვარ, ვითარცა სხვანი კაცნი, მან დაუპირისპირა ამას, ვიმარხა ორგზის შაბათსა, ანუ კვირაში 2 დღეს. ფარისევლის სიტყვებს შესაძლოა ღრმა აზრი ჰქონდეს. მემრუშეობის ცოდვის საწინააღმდეგოდ იგი მარხვით იქებს თავს, ვინაიდან ნება ხორციელი ნაკლოვანებებისგან იბადება. ასე იგი აჭიროებდა რა სხეულს მარხვით, ძლიერ შორს იყო ამგვარი ვნებებისაგან. ფარისეველნი კი მართლაც მარხულობდნენ კვირის მეორე და მეხუთე დღეს. მტაცებელთა და მჩაგვრელთა სახელებს ფარისეველმა დაუპირისპირა ის, რომ იგი სწირავს მეათეც ყველაფრისგან რასაც იძენს. მტაცებლობაო, ამბობს ის და წყენის მიყენება იმდენად საძულველია ჩემთვის, რომ მე ჩემს საკუთარსაც კი ვაძლევ. ზოგიერთთა აზრით სჯული ამცნებს საერთოდ და სამუდამოდ მეათედის შეწირვას, ხოლო ვინც უფრო ღრმად იძიებს მას, პოულობენ, რომ იგი ადგენს სამი სახის მეათედს. ამის შესახებ დაწვრილებით გაიგებ მეორე სჯულიდან თავი 12 და 14, თუ კი ყურადღებას გამოიჩენ. ასე იქცეოდა ფარისეველი. მეზვერე სრულიად საწინააღმდეგოდ იქცეოდა. იგი მოშორებით დადგა და ძლიერ შორს იყო ფარისევლისაგან, როგორც ადგილმდებარეობით, ისე ჩაცმულობით, სიტყვებით და გულის შემოსვლილებით. მას რცხვენოდა თვალების ახილვისაც კი ზეცისადმი, თვლიდა რა მათ უღირსად ზეციურ საგანთა საჭვრეტად, რამდენადაც მათ მოსწონდათ მიწიერი კეთილდღეობის ჭვრეტა და მათით სარგებლობა. იგი მკერდში იცემდა თოთქოს და გულისათვის ზიანის მისაყენებლად ბოროტი რჩევებისთვის და აღვიძებდა რამას ძილისაგან ცხონებაზე მოსაყვანად და სხვას არაფერს ამბობდა გარდა ამისა, ღმერთო მილხინე ცოდვილსა ამას. ამ ყველაფრის გამო მეზვერე უფრო განმართლებული წავიდა ვიდრე ფარისეველი. ვინაიდან უწმინდურია გულით, ყოველი მზვაუბარი და უფალი განაბნევს ამ პარტავანთ, ხოლო მდაბალთა მადლს ანიჭებს, იგავნის 3:14. ვინმეს შეიძლება გაუკვირდეს, რატომა რომ ფარისეველმა მართალია ცოტა სიტყვები წარმოსთქვა ქედმაღლობით, მაგრამ განისაჯა, იობმა კი ბევრი რამ თქვა თავის თავზე დიდებული, მაგრამ გვირგვინი მიიღო. ეს იმიტომ, რომ ფარისეველმა დაიწყო უქმეთყველება, რათა თავი ექო, მაშინ როდესაც არავინ აიძულებდა ამას. და განიკითხავდა სხვებს, როდესაც ამისათვის არანაირი სარგებლობა არ აღძრავდა. იობი კი იძულებული იყო ჩამოეთვალა თავისი სრულქმნილებანი იმიტომ, რომ მას მეგობრები აჭიროებდნენ, მათი ზეწოლა თავად ამ უბედურებებზე უფრო მძიმე იყო, ამბობდნენ, რომ ის ცოდვათა გამოიტანჯება. მან თავისი კეთილი საქმეები ღვთის სადიდებლად ჩამოთვალა და იმისათვის, რომ ადამიანები არ დასუსტდნენ სათნოებათა გზაზე, ვინაიდან ადამიანები იმაზრამდე რომ მისულიყვნენ, თითქოს საქმეები, რომელსაც იობი იქმოდა. ცოდვილი საქმეები იყო და იგი მათ გამოიტანჯებოდა, ისინი დაშორდებოდნენ ამ საქმეთა ქმნას და ამრიგად უცხოთა შეწყნარების ნაცვლად არასტუმართმოყვარენი გახდებოდნენ, მოწყალეთა და მართალთა ნაცვლად უწყალონი და მჩაგვრელნი. ვინაიდან ასეთი იყო იობის საქმეები. ამრიგად იობი ჩამოთვლის თავის კეთილ საქმეებს იმისათვის, რომ ზიანი არ მიადგეთ მრავალთ. ასეთი იყო მიზეზი იობისთვის. იმაზე უკვე აღარ ვლაპარაკობ, რომ თავად მის სიტყვებში სრული სიმართლე გამოსჩივის, ვინაიდან ნეტავ ისევ იყო, ამბობს როგორც იმ წარსულის თვეებში, როცა ღმერთი მიფარავდა იობი 29:2. ხედავ, იგი ყველაფერს ღმერთს აწერს და სხვებს არ განიკითხავს, არამედ თავად უფრო ითმენს განკითხავს მეგობართაგან.
ფარისეველზე კი, რომელიც ყველაფერს თავის თავს აწერს და არა ღმერთს და საჭიროების გარეშე განიკითხავს სხვებს, სამართლიანად მოიწევა მსჯავრი, ვინაიდან ყოველი, რომელიც აღიმაღლებს ხმას, დამდაბლდება, განისჯება რა ღვთის მიერ, ხოლო საკუთარი თავის დამამადაბლებელი განკითხვით ამაღლდება, განმართლდება რა ღვთის მიერ. ასეცაა ნათქვამი, გამახსენე, განვიკითხოთ ერთმანეთი, მოჰყევი, რომ თავი გაიმართლო. ესაია 43:26. თავი 18, მუხლი 15, 17. 15. მოჰგურიდეს მას ყრმებსაცა, რათა მიახლნენ მას. და ვითარცა იხილეს მოწაფეთა, აყენებდეს მათ 16. ხოლო იესო მოუწოდა მათ და hrქვა, აცადეთ ყრმებსა მაგას მოსვლად ჩემდა და ნუ აყენებთ მაგათ, რამე თუ ეგე ვითართა არს სასუფეველი ღმრთისა. 17. ამენ გეტყვით თქვენ, რომელმან არა შეიწყნაროს სასუფეველი ღმრთისა, ვითარცა ყრმა, ვერ შევიდეს მას შინა. ყრმათა მაგალითს ასევე სიმდაბლისკენ მივყავართ. უფალი ამით გვასწავლის ვიღოთ მდაბალნი, მივიღოთ ყველა და არავინ მოვიძულოთ. მოწაფენი ასეთი მასწავლებლისთვის შეუფერებლად თვლიდნენ ბავშვების მიყვანას. ის კი გამოუჩენს მათ, რომ საჭიროა იყვნენ ისეთი მდაბალნი, რომ ყველაზე პატარაც კი არ მოიძულონ. ამრიგად არ უარყო რა ყრმანი, არამედ სიამოვნებით მიიღო ისინი, უფალი საქმით ასწავლის სიმდაბლეს. ასწავლის იგი სიტყვითაც, როდესაც ამბობს, რომ ეგე ვითართა არს სასუფეველი ღმრთისაი, ვინც განწყობილია როგორც ბავშვი. ბავშვი არ აღიმაღლებს თავს, არავის არ ამცირებს, უბოროტოა, უეშმაკოა, არც ბედნიერებისას ქედმაღლობს, არც მწუხარებისას კნინდება, არამედ ყოველთვის სრულიად უბრალოა. ამიტომ ვინც მდაბლად და უბოროტ ცხოვრობს და ვინც ცათა სასუფეველს იღებს ისე როგორც ბავშვი, ანუ ზაკვისა და ცნობის მოყვარეობის გარეშე, არამედ რწმენით, იგი საამოა ღვთისთვის. ვინაიდან ვინც ზედმეტად ცნობის მოყვარეობს და კითხულობს, როგორაა ეს. იგი დაიღუპება თავისი ურწმუნოებით და ვერ შევა სასუფეველში, რომლის მიღებაც არ სურდა უბრალოებით, ცნობის მოყვარეობის გარეშე და სიმდაბლით. ამიტომაც ყველა მოციქული და ყველა, ვინც საკუთარი გულის უბრალოებით ირწმუნა ქრისტე, შეიძლება ბავშვებად იწოდნენ, ისევე როგორც თავად უფალმა უწოდა მოციქულებს. ყრმანო, საჭმელი ნუ გაქუს რაია. იოანე 21:15. ხოლო წარმართი ბრძენი, რომელიც ეძიბედნენ სიბრძნეებს ისეთ საიდუმლოებაში, როგორიცაა ცათა სასუფეველი და არ სურდათ მისი მიღება განსჯის გარეშე, სამართლიანად არიან ჩამოშორებულნი ამ სასუფევლისაგან. უფალს არ უთქვამს ამათი, არამედ ეგე ვითართა, ანუ ვინც ნებაყოფლობით შეიძინა უზაკოლობა და სიმდაბლე, რომელიც ბავშვებს ბუნებით აქვთ. ამრიგად, ყველაფერი ეკლესიური, რაც ცათა სასუფელს შეადგენს, მივიღოთ ცნობის წადილის გარეშე, რწმენითა და სიმდაბლით. ვინაიდან ცნობის მოყვარეობა დამახასიათებელია საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენისა და თავისთავით ბრძნობისათვის. თავი 18. მუხლი 18:23. 18. და ჰკითხა ვინმე მას მთავარმა და hrქვა, მოძღვარო სახიერო, რა საქმე ვქმნე, რათა ცხოვრება საუკუნო დავიმკვდრო. 19. hrქვა მას იესო, რასა მეტყმე სახიერით? არავინ არ სახიერ, გარდა მხოლო ღმერთი. 20. ცნებანი იცნი, ნუ იმრუშებ, ნუ კაც ჰკლავ, ნუ იპარავ, ნუ ცილსა სწამებ, პატივჟეც მამასა შენსა და დედასა შენსა. 21. ხოლო მან თქვა, ეგე ყოველნი დავიმარხე სიყრმით ჩემითგან. 22. ეს მარაი ესე იესოს, hrქვა მას, ერთიღა გაკლს შენ, ყოველი რაცა გაქურს, განკიდე და მიეწყლა ხაგთა და გაქუნდეს საუნჯე ცათაშინა და მოვედ და შემომიდეგმე. 23. და ვითარცა ესმა ესემას, მწუხარე იქმნა, რამე თუ იყო მდიდარ ფრიად. ეს ადამიანი ზოგიერთთა აზრით, ბოროტი და მზაკვარი იყო და იესოს სიტყვებში გამოჭერას ცდილობდა, მაგრამ უფრო სარწმუნოა ის, რომ ვერცხლის მოყვარე იყო, რამდენადაც ქრისტემაც იგი სწორედ ასეთად ამხილა. და მარკოს მახარებელიც ამბობს, რომ როდესაც ვიღაცამ მოირბინა და მუხლი მოიყარა, კითხა იესოს და მიხედა რა მას, იესოს შეუყვარდა იგი, მარკოზე 10:17-21. ამრიგად ეს ადამიანი ანგარების მოყვარე იყო. იესოსთან იგი მოდის სურვილით გაიგოს მარადიულ ცხოვრებაზე. შესაძლოა ამ შემთხვევაშიც იგი შეძენისადმი ლტოლვით ხელმძღვანელობდა. ვინაიდან ასე არასდროს სურს დიდხანს სიცოცხლე, როგორც ანგარების მოყვარე ადამიანს. ამრიგად იგი ფიქრობდა, რომ იესო უჩვენებს მას საშუალებას, რომლის მეოხებითაც იგი მარადიულად იცხოვრებს, იქნება მფლობელი ქონებისა და ამ გზით დატკბება.
მაგრამ როდესაც უფალმა უთხრა, რომ მარადიული ცხოვრების მიღწევის საშუალება არა მომხვეჭელობაა, იგი თითქოს დასაყვედურობდა რა საკუთარ თავს კითხვისათვის და იესოს პასუხისათვის. განეშორა, ვინაიდან მას სჭირდებოდა მარადიული ცხოვრება იმისათვის, რომ მრავალი წლის სამყოფი სიმდიდრე ჰქონდა, რამდენადაც მას უარი უნდა ეთქვა ქონებაზე და ისე ეცხოვრა სიღარიბეში. აქედან რაღაცი სჭირდება მას მარადიული სიცოცხლე. იგი მოდის უფალთან, როგორც უბრალო ადამიანთან და მასწავლებელთან. ამიტომაც უფალმა, რათა ეჩვენებინა, რომ მასთან არ უნდა მისულიყო როგორც უბრალო ადამიანთან უთხრა, არავინ არ სახიერ, გარდა მხოლოდ ღმერთი. შენო, ეუბნება, მიწოდე მე სახიერი, რაღაცომ დაუმატე მოძღვარო, გონებ, შენ ერთ-ერთ მრავალთაგანად მიგაჩნი ვარ. თუ კი მასია, მაშინ მე არ ვარ სახიერი. ვინაიდან ადამიანთაგან საკუთრივ არავინაა სახიერი, სახიერი მხოლოდ ერთი ღმერთია. ამიტომ თუ კი გსურს მიწოდო მე სახიერი, მიწოდე სახიერი როგორც ღმერთს და ნუ მოხვალ ჩემთან, როგორც უბრალოდ ადამიანთან. თუ კი შენ ჩვეულებრივ ადამიანთაგან ერთ-ერთად მთვლი, მაშინ უღარ მიწოდებ სახიერს. ვინაიდან მხოლოდ ერთი ღმერთია ჭეშმარიტად სახიერი, არის წყარო სახიერებისა და საწყისი თვით სახიერებისა. ჩვენ კი ადამიანები, თუ კი ვართ კიდეც კეთილნი, არა თავისთავად, არამედ მის სახიერებაში მონაწილეობის წყალობით, გვაქვს სიკეთე შერეული და მიდრეკადი ბოროტებისადმი. ცნებანი იცნი, ნუ იმრუშებ, ნუ კაც ჰკლავ, ნუ იპარავ, ნუ ცილს ასწამებ და სხვა. სჯული თავდაპირველად იმას კრძალავს, რაშიც ჩვენ უფრო ადვილად ვარდებით, შემდეგ კი იმასაც, რაშიც მრავალნი ხშირად არ ვარდებიან, მაგალითად მრუშობაში, ვინაიდან იგი ცეცხლია, როგორც გარეგანი, ისე შინაგანი მხრივ, მკვლელობაში, ვინაიდან მრისხანება უდიდესი მხეცია, ხოლო ქურდობა ნაკლებ მნიშვნელოვანია და ცილისწამებაშიც ხშირად არ ვარდებიან. ამიტომ ჯერ პირველი დანაშაულობანი იკრძალება, რამდენადაც ჩვენ ადვილად ვარდებით მათში, თუმცა სხვა მიმართებითაც უფრო მძიმენი არიან ისინი. ხოლო ამათ, ანუ ქურდობასა და ცილისწამებას სჯული მეორე ადგილზე აყენებს, რამდენადაც ისინი ხშირად არ ხდება და ნაკლებ მნიშვნელოვანია. ამ დანაშაულებათა შემდგომ სჯული მშობლების წინააღმდეგ შეცოდებას აყენებს. ვინაიდან თუმცა კი მძიმეა ეს ცოდვა, მაგრამ ხშირად არ ხდება, რამდენადაც ხშირი არაა და არც ბევრია, არამედ იშვიათად და ცოტანი გვხვდებიან ისეთი მხეცეის მაგვარი ადამიანები, რომელნიც კადნიერდებიან შეურაცხყოფა მშობლები. როდესაც ახალგაზრდამ უთხრა, რომ ყოველივე ამას სიყრმითგან იმარხავდა, უფალი დამატებით არა მომხოჭელობას სთავაზობს. შეხედე, მცნებები გვიდგენენ ჭეშმარიტად ქრისტიანულ ცხოვრების წესს. ყოველი, რაიცა გაქვს განკიდეო, ეუბნება. ვინაიდან თუ კი რამე დაგრჩება, მაშასადამე, შენ მისი მონა იქნები. და მიეც არა მდიდარ ნათესავებს, არამედ გლახაკთა. ჩემის აზრით, სიტყვა მიეც გამოხატავს იმ აზრს, რომ ქონებისაგან განთავისუფლებაც საჭიროა განსჯით და არ ისე, როგორც მოგვიხდება. ვინაიდან არა მომხოჭელობისას ადამიანს უნდა ჰქონდეს ყველა სხვა სათნოებანიც, რამდენადაც უფალმა თქვა, და შემომიდე მე, ანუ ყველა სხვა მიმართებითაც ჩემი მოწაფე იყავი, ყოველთვის მე მომდიე და არა ისე, რომ დღეს გამომყვე, ხვალ კი არა. თავარს როგორც ვერცხლის მოყვარეს, უფალი ზეცაში დაპირდა საუნჯეს, თუმცა კი მან ყურად არ იღო, ვინაიდან თავისი ძვირფასეულის მონა იყო, ამიტომაც დამწუხრდა, მოისმინა რა, რომ უფალი შთააგონებდა მას ქონების დათმობას. მაშინ, როდესაც მას იმიტომაც სურდა მარადიული ცხოვრება, რომ სიმდიდრის დიდი მოჭარბების პირობებში მას მარადიულადაც ეცხოვრა. თავრის დამწუხრება მიანიშნებს, რომ იგი კეთილგანწყობილი ადამიანი იყო და არა ბოროტი და მზაკვარი, ვინაიდან ფარისეველთაგან არავინ არასოდეს დამწუხრებულა, არამედ უმალისინი კიდევ უფრო სასტიკნი ხდებოდნენ. ჩემთვის უცნობი არაა ის, რომ სამყაროს დიდი მნათობისთვის, ოქროპირისთვის მისაღები იყო ის, რომ ახალგაზრდას ჭეშმარიტად მარადიული ცხოვრება სურდა და უყვარდა იგი, მაგრამ შეპყრობილი იყო ძლიეროვნებით, ვერცხლის მოყვარებით. თუმცა არც ახლახან შემოთავაზებული აზრია უადგილო, რომ მას სურდა მარადიული ცხოვრება როგორც ვერცხლის მოყვარე ადამიანს. თავი 18, მუხლი 24, 24. ვითარცა იხილა იგი იესო, რამე თუ შეწუხნა, თქვა ვითარმეთ, ძნიად შევიდნენ სასუფეველსა ღმრთისასა, რომელთა აქუნდეს საფასე. 25. უადვილეს არს მანქანისა, საბელი ურელსა ნემსისასა განსვლად, ვიდრე მდიდარი შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა. 26. ხოლო რომელთა იგი ესმა, ვრქვეს მას, და ვისელი ეწიფების ცხოვრებად. 27. მიუგო იესო და ვრქვა მათ, შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ. 28. ვრქვა მას პეტრე, აჰა ესე რა ჩვენ დაუტევეთ ყოველი და შეგიდეგით შენ.
29. ხოლო იესო ხრქუა მათ, ამენ გეტყვით თქვენ, რამე თუ არავინ არს, რომელმან დაუტევა სახლი, გინა მამა, გინა დედა, გინა ძმანი, გინა ცოლი, გინა შვილი სასუფეველისაც ღმრთისა 30. რომელმან არა მიიღოს მრავალი წილი ჟამსა ამას და საუკუნესა მომავალსა ცხოვრება საუკუნო. მას შემდეგ რაც მდიდარი მოისმინა რა სიმდიდრეზე უარის თქმის შესახებ დამწუხრდა. უფალი მშვენიერი შედარებით ხსნის, თუ რამდენად ძნელია სიმდიდრის მქონესათვის ცათა სასუფეველში შესვლა. არ უთქვამს მას, რომ მათთვის, მდიდართათვის შეუძლებელია შესვლა, არამედ ძნელია, ვინაიდან ასეთთათვის არ არის შეუძლებელი ხსნა. სიმდიდრის გაცემით, მათზე ციურ სიკეთეთა მიღება შეუძლიათ, მაგრამ ამ პირველის გაკეთება ადვილი არ არის, იმიტომ რომ სიმდიდრე წებოზე უფრო მეტად კრავს და მისთვის, ვინც შეპყრობილია მისით, ადვილი არ არის მასზე უარის თქმა. უფრო ქვემოთ უფალი ხსნის, თუ როგორაა ეს შეუძლებელი. აკლემი უფრო ადვილად გაძვრებაო, ამბობს ნემსის ყუნჩში, ვიდრე მდიდარი შევა საუფეველში. აკლემის ნემსის ყუნჩში გაძრომა გადაჭრით შეუძლებელია, იგულისხმებ რა აკლემის ქვეშ თავად ცხოველს, თუ რამე გემის სქელს საბელს, შეადარეთ ძველ ქართულ თარგმანში ნახმარია მანქანისა საბელი. თუ კი უფრო ადვილია აკლემისთვის ნემსის ყუნჩში გაძრომა, ვიდრე მდიდრისთვის სასუფეველში შესვლა, ხოლო პირველი შეუძლებელია, მით უფრო შეუძლებელია ცხონება მდიდრისა. რა შეიძლება ითქვას? უპირველეს ყოვლისა ის, რომ მართლაც შეუძლებელია მდიდრის ცხონება. ნუ მეტყვი, თუ შეიძლება რომ ამან და ამან იყო რა მდიდარი და არიგა რაც ჰქონდა და ცხონდა, ვინაიდან იგი სიმდიდრეში კი არ ცხონდა, არამედ როდესაც ღარიბი გახდა, ანდა ცხონდა როგორც სახლის მმართველი, მაგრამ არა როგორც მდიდარი. და სულ სხვა საქმე იყო სახლის მმართველი, ვიდრე მდიდარი. მდიდარი ინახავს სიმდიდრეს თავისთვის, სახლის მმართველს კი ჩაბარებული აქვს სიმდიდრე სხვებისთვის. ამიტომაც ის, ვისეც მიუთითებ, თუ კი ცხონდა არა სიმდიდრით, არამედ როგორც ვთქვით, ან იმით რომ უარი თქვა ყველაფერზე რაც ჰქონდა, ანდა კარგად განკარგავდა ქონებას, როგორც სახლის მმართველი. შემდეგ დააკვირდი იმასაც, რომ მდიდრისთვის შეუძლებელია ცხონება, ხოლო საფასის მქონისათვის ძნელი. უფალი თითქოს ასე ამბობს, ვინც შეპყრობილია სიმდიდრით, ვინც მისი მონაა და მსახური, იგი ვერ ცხონდება. ხოლო ვისაც აქვს სიმდიდრე და თავის ნებას უმორჩილებს, მას და არა თავად მორჩილებს, მისთვის ძნელია ცხონება ადამიანური უძლურების და გამო. ვინაიდან შეუძლებელია ბოროტად არ ვისარგებლოთ იმითი, რაც გვაქვს რამდენადაც, ვიდრე გვაქვს სიმდიდრე ეშმაკით ცდილობს მოგვინადიროს ჩვენ, რათა გამოვიყენოთ იგი წესებისა და სახლის მმართველის კანონების საწინააღმდეგოდ და ძნელია გაექცე მის მახეს. ამიტომაც სიღარიბე კეთილი საქმეა და იგი თითქმის თავისუფალია ცდუნებისაგან. ხოლო რომელთა იგი ესმა ხრქუეს მას და ვის ხელეწიფების ცხონებად? მიუგო იესო და ხრქუა მათ, შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ. ვისაც ადამიანური აზროვნების წესი აქვს, ანუ გატაცბულია ქვენათი და ძლიერ შეიყვარა მიწიერი, მისთვის როგორც ითქვა, ცხონება შეუძლებელია, ხოლო ღმერთისთვის ეს შესაძლებელია. ანუ როდესაც ვინმეს მრჩევლად ღმერთი ეყოლება და თავის მასწავლებლად ღვთის სიმართლენი და მცნებანი სიგლახაკის შესახებ და მას მოუხმობს შემწედ, მისთვის შესაძლებელია ცხონება. ვინაიდან ჩვენი საქმეა სიკეთე გვსურდეს, ხოლო მისი ქმნა ღვთის საქმეა და სხვაგვარადაც, თუ კი ჩვენ ავმაღლდებით რა ყოველგვარ ადამიანურ სულმოკლეობაზე სიმდიდრესთან მიმართებაში, თუნდაც ვისურვებთ მეგობრების შეძენას უსამართლო სიმდიდრით, ჩვენ ვცხონდებით და მათ მიერ ვიქნებით მიცილებულნი მარადიულ სამყოფელში. ვინაიდან უკეთესია, თუ კი ყველაფერზე უარს ვიტყვით, ან თუ კი არ ვიტყვით უარს ყველაფერზე, თუნდაც თანამონაწილეს გავხდით გლახაკებს და მაშინ შეუძლებელი შესაძლებელი გახდება. თუმცა თუ კი არ ვიტყვით უარს ყველაფერზე არ არის შესაძლებელი ცხონება, მაგრამ უფლის კაცთმოყვარების გამო შესაძლებელი ხდება ცხონება იმ შემთხვევაშიც, თუ კი რაღაც ნაწილს გამოვყოფთ ჭეშმარიტი სარგებლისათვის. ამასთან პეტრე კითხულობს, აჰა ესე რა ჩვენ დაუტევეთ ყოველი და კითხულობს არა მხოლოდ თავისთვის, არამედ ყველა გლახაკის სანუგეშოდ. რათა არა მხოლოდ მდიდრებს ჰქონდათ კეთილი იმედები მრავლის მიღებისა, როგორც მრავალზე უარის მოქმედებას, ხოლო გლახაკებს არ ჰქონდეთ იმედები, ვინაიდან უარი თქვეს და მცირედზე, ამიტომ მცირედი სასყიდელიც დაიმსახურეს. ამიტომ კითხულობს პეტრე და პასუხად ესმის, რომ აქაც და მომავალ საუკუნეშიც მიიღებს სასყიდელს ყოველი, ვინც არ უნდა მოიძულოს ღვთის გულისათვის თავისი ქონება, თუნდაც იგი მცირედი იყოს, შენ იმას კი ნუ უყურებ, რომ იგი მცირეა. არამედ რომ ის მოიცავდა ცხოვრებისათვის საჭირო მთელ სახსრებს ამ ადამიანისა და როგორც შენ იმედოვნებდი მრავალსა და დიდებულზე,
ასევე ის ამ არამრავლითა და მცირედით იმედოვნებდა საკუთარი სიცოცხლის შენარჩუნებას. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ ვისაც მცირედი აქვს, დიდად არის მასზე მიჯაჭვული. ეს ჩანს მამებზეც, ჰყავთ არაერთი შვილი, ისინი მეტად არიან მასზე მიჯაჭვული, ვიდრე მაშინ, როდესაც უფრო მეტი შვილები ჰყავთ. ასევე გლახაკსაც აქვს რა ერთი სახლი და ერთი მინდორი, უფრო მეტად უყვარს ისინი, ვიდრე შენ მრავალი. ასეც რომ არ იყოს, არამედ ორივენი თანაბრად იყვნენ მიჯაჭვულნი, თანაბრად ღირსეულია მათზე უარის თქმაც. ამიტომაც ამ სოფელში ისინი ბევრად უფრო მეტ სასყიდელს მიიღებენ, ისევე როგორც ეს მოციქულები. ვინაიდან თითოეულ მათგანს დაუტევა რა ქოხმახია, ახლა დიდებული ტაძრები, მინდვრები, მრევლი, მრავლი ცოლი ყავს მასზე გულმხურვალებითა და რწმენით მიჯაჭვულნი. და საერთოდაც ყველაფერი დანარჩენი. და მომავალ საუკუნეშიც ისინი მიიღებენ არა მრავალ მსგავს მინდორს და ხორციელ ჯილდოებს, არამედ მარადიულ სიცოცხლეს. თავი 18, 31, 34, 31 და წარიყვანა 12 იგი და hrქვა მათ. აჰა ესე რა ავალთ იერუსალიმ და აღესრულნენ ყოველნი წერილნი წინა წარმეტყველთანი ძესაზე და კაცისასა. 32. რამე თუ მიეცეს ელთა წარმართთასა და ეკიცხევდნენ მას და იგინოს და ხნერწყუვიდან 33. და ტანჯონ და მოკლან იგი და მესამესა დღესა აღდგეს. 34. და მათ არ არა გულის მახვეს ესე, არამედ იყო სიტყვა იგი დაფარულ მათგან და არა იცოდეს თქუმული იგი. უფალი უწინასწარმეტყველებს მოწაფეებს მოსალოდნელნებებზე ორი მიზნით, ჯერ ერთი რათა უჩვენოს, რომ მას ჯვარს აცვამენ არა თავისი ნების საწინააღმდეგოდ და არა როგორც უბრალო ადამიანს, რომელმაც არ უწყის საკუთარი სიკვდილის შესახებ, არამედ რომ მან იცის მის შესახენ ადრევე და ნებაყოფლობით დაითმეს მას. ვინაიდან მას რომ სურვილი არ ქონოდა ვნებისა, მაშინ როგორც წინასწარმეტყველი აიცილებდა მას. ვინაიდან საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ სხვის ხელში მოხვედრა დამახასიათებელია მისთვის, ვინც არ იცის ამის შესახებ წინასწარ. მეორეც, რათა დაერწმუნებინა ისინი ადვილად გადაეტანათ მომავალი გარემოებანი, როგორც მათთვის წინასწარ ცნობილი და არა როგორც უეცრად თავს დამწყდარნი. თუ კი უფალო, შენზე უნდა აღსრულდეს წინასწარმეტყველთა მიერ დიდი ხნის წინ ნაწინასწარმეტყველები, მაშ რაღაცომ ადიხარ იერუსალიმში. სწორედ იმიტომ, რომ მე აღვასრულო გამოხსნა. ამრიგად ის ნებაყოფლობით მიდის. თუმცა იგი ამისათვის ამბობდა, მოწაფეები ვერაფერს ხვდებოდნენ მაშინ, ვინაიდან ეს სიტყვები მათთვის დაფარული იყო, განსაკუთრებით კი სიტყვები აღდგომის შესახებ. სხვა სიტყვებსაც ვერ გულისხმობდნენ, მაგალითად იმის შესახებ, რომ წარმართთა ხელთ მისცემდნენ მას, მაგრამ სიტყვები აღდგომის შესახებ გადაჭრით არ ესმოდათ, ვინაიდან ისინი არ იყვნენ ხმარებაში. თანაც ყველა იუდეველს არ სწამდა საყოველთაო აღდგომაც კი, როგორც ეს სადუკეველებზე ჩანს, მათე 22-23. შესაძლოა თქვა, თუ კი მოწაფენი ვერ გულისხმობდნენ, მაშ რაღაცომ ეუბნებოდა, ბოლოს და ბოლოს, უფალი ამის შესახებ წინ და წინ. რა სარგებლობის მოტანა შეეძლო მათ სანუგეშოდ ჯვაზრევნების ჟამს, როცა მათ არ ესმოდათ თქმული. სამაგიეროდ არც თუ მცირე იყო სარგებელი მაშინ, როდესაც ისინი შემდგომში იხსენებდნენ, რომ აღსრულდა სწორედ ის, რაც მათ ვერ გაიგეს, როდესაც უფალი უწინასწარმეტყველებდა. ეს მრავალი რამიდან ჩანს, განსაკუთრებით კი იოანეს სიტყვებიდან, ხოლო ესე არა ეცნა მოწაფეთა მისთა პირველად, არამედ ოდესი დიდა იესურ მაშინ მოეხსენა, რამე თუ ესრეთ იყო წერილი მისთვის და ესე უყვეს მას. იოანე 12, 16, 14, 29 და ნუგეშინის მცემელმა შეახსენა რა ყველაფერი, მისცა მათ ყველაზე უფრო სარწმუნო მოწმობა ქრისტეზე. ხოლო იმის შესახებ, თუ როგორ იყო დაფლა სამდღიანი საკვირისა და ათქმული სხვა მახარებელთა განმარტებისას, იხილეთ მათე თავი 12. თავი 18, მუხლი 35, 43, 35 და იყო ვითარცა მიახლნეს იერიქოთ ბრმა ვინმე ჯდა გზასა ზედა მთხოველად. 36. ვითარცა ესმა ვითარმედერი წარმოვალს, იკითხვიდა, რაღმე არს ესე. 37. უთხრეს მას ვითარმედ, იესუ ნაზარეველი წარმოვალს. 38. და მან ღაღატყო და თქვა, იესუ ძეო დავითისო, შემიწყალე მე. 39. ხოლო რომელნი წინა უძღოდეს, რისხვიდეს მას, რათა დადუმნეს. ხოლო იგი უფროს ღაღადებდა და იტყოდა, იესუ ძეო დავითისო, შემიწყალე მე. 40. და დადგა იესუ და ბრძანა მოწოდება მისი. და ვითარცა მოეახლა იგი, ჰკითხა მას, 41.
რა გნებავს და გიყო შენ? ხოლო მან hrქვა, უფალო, რათა აღვიხილნე თვალნი. 42. ხოლო იესო hrქვა მას, აღიხილენ. სარწმუნოება მან შენ გაცხოვნა შენ. 43. და მეხსეულად აღიხილნა და მისდევდა მას და ადიდებდა ღმერთსა. და ყოველმან ერმან იხილეს და აქებდეს ღმერთსა. გზაში უფალი აღასრულებს სასწაულს ბრმაზე, რათა მისი სვლაც არ იყოს უსარგებლო ჩვენთვის და ქრისტეს მოწაფეთათვის, რათა ჩვენ ყველაფერში, ყოველთვის და ყველგან მოგქონდეს სარგებელი, ხოლო ფუჭი არაფერი გქონდეს. ბრმას სწამდა, რომ ის, იესო, არის ქრისტე, რომელსაც ელიან, ვინაიდან სავარაუდოა, რომ როგორც იუდეველთა შორის აღზრდილმა, მან იცოდა, რომ იესო დავითის თესლისგანაა და დიდი ხმით ყვიროდა, ძეო დავითისო, შემიწყალე მე და სიტყვებით შემიწყალე მე. გამოხატავდა, რომ მას მის შესახებ რაღაც ღვთაებრივი წარმოდგენა აქვს და არ თვლის მხოლოდ ადამიანად. დააკვირდი, თუმცა დაჟინებულობასაც მისი აღმსარებლობისა თუ როგორ არჩუნდებოდა იგი, მიუხედავად იმისა, რომ მრავალნი აჩუმებდნენ, არამედ კიდევ უფრო ხმამაღლა ყვიროდა, ვინაიდან შინაგანი სიმხურვალი აღძრავდა მას. ამიტომაც იესო მოუწოდებს მას თავისთან, როგორც ჭეშმარიტად ღირს მასთან მიახლებისა და ეკითხება მას, რა იგნებავს და გიყო შენ, ეკითხება არა იმიტომ, თითქოს და არ იცის, არამედ რათა იქ მყოფთ არ მოეჩვენოთ, რომ იგი ერთს ითხოვს, ის კი მეორეს აძლევს, ის, მაგალითად ითხოვს ფულს, იგი კი სურს რა თავის გამოჩენას, სიბრმავეს კურნავს. ვინაიდან შურს შეუძლია ცილი დასწამოს ასეთი უგუნური სახითაც. ამიტომაც უფალი ეკითხება და როდესაც ცხადყოფს, რომ მას თვალის აღხილვა სურს, აღუხელს კიდეც. დააკვირდი ამ პარტავნების არ არსებობასაც. სარწმუნოება მან შენ მანო, ეუბნება, გაცხოვნა შენ, რამდენადაც შენ ირწმუნე, რომ მე ვარ ნაწინასწარმეტყველები იგი, ძე დავითისა ქრისტე და გამოხატე ასეთი გულმხურვალება, რომ არ გაჩუმდი, მიუხედავად აკრძალვისა. აქედან ჩვენ ვსწავლობთ იმას, რომ როდესაც ჩვენ სარწმუნოებით ვითხოვთ, არ ხდება ისე, რომ ჩვენ ერთს ვითხოვდეთ, უფალი კი მეორეს გვაძლევდეს, არამედ სწორედ იმას. თუ კი ჩვენ ვითხოვთ ერთს, ხოლო ვიღებთ მეორეს, ეს აშკარა ნიშანია იმისა, რომ ჩვენ არ ვითხოვთ კეთილს და არ ვითხოვთ სარწმუნოებით. ითხოვთო, ნათქვამია და ვერ მიიღებთ, რამე თუ ბოროტად ითხოვთ იაკობი 4:3. დააკვირდი ხელმწიფებასაც, აღიხილენ. წინასწარმეტყველთაგან რომელი კურნავდა ასე, ანუ ასეთი ხელმწიფებით? აქედან ღაღადებაც, წარმომდგარი ჭეშმარიტი ნათლისაგან, იოანე 1:9, გახდა ნათელის ნეულისათვის. ვინაიდან იგი მისდევდა იესოს, ადიდებდა რა ღმერთს და სხვებსაც განაწყობდა მისი დიდებისათვის.